7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის სომხეთში ძალიან აქტიურად ცდილობს იქ გავლენის მოპოვებას, მათ შორის კონკრეტულად სამվել კარაპეტიანის რუსი ოლიგარქის მეშვეობით, რომელმაც ახლა დაიქირავა მოშე კლიუფთაფტი, ეს ცნობილი პოლიტექნოლოგი, რომელიც აქამდე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა საქართველოში წინა საარჩევნოდ. ეს კაფეო გზავნილია სომხურ საზოგადოება ამას აფასებს როგორც ივანიშვილი 2 პროექტის ახლა წარმოებას და სამվել კარაპეტიანის დაპირებებს თუ შევხედავთ მის მიდგომას მათ შორის შიდა პოლიტიკურს და რა ტიპის ასევე განცხადებებს აკეთებს ძალიან გავს ეს 2012 წლის ქართული ოცნების მიდგომებს და შესაბამისად სომხურ საზოგადოებაში აღიქმება სწორედ როგორც ივანიშვილი 2 პროექტი და რეალურად ამაში ხედავენ უზარმაზარ საფრთხეს რადგანაც ამით რუსეთი ცდილობს პრაქტიკულად სომხეთში ძალაუფლების მოპოვებას პროდასავლური სომხეთის ვექტორის შეცვლას გუშინ სამվել კარაპეტიანის გუნდმა განაცხადა, რომ აპირებენ კუხოში სომხეთის წევრობა აღადგინონ, აპირებენ ტრიპის პროექტში რუსეთიც დაპატიჟონ და აპირებენ ასევე ჩინეთთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. მაგალითი მოიყვანეს ასევე, რომ საქართველოს არის საუკეთესო მაგალითი, მიუხედავად ბრჭყალებში იმისა, რომ დასავლეთი აიძულებდა საქართველოს, რომ ომში ჩართულიყო, ხელისუფლების სწორი პოზიციის შედეგად ომში არ ჩაერთო საქართველო და ასევე საქართველოში თურმე იდეალური სოციალური მდგომარეობა არის ივანიშვილის მმართველობის შედეგად პრაქტიკულად უფასო წამლები, უფასო ფულსაც პირდებიან ისე სომეხ მოსახლეობას.